მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 37. განსაზღვრეთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში x ღერძზე მოძრავი m მასის სხეულზე მოქმედი ძალის fx გეგმიდიო თუ კოორდინატი იცვლება შემდეგი კანონით, ესე იგი მოცემული გვაქვს რომ კოორდინატი დროზე შემდეგი სახით არის დამოკიდებულიო x-ი უდრის a კოსინუს ომეგა ტესო, სადაც a და ომეგა მუდმივი სიდიდეებია, ესე იგი a და ომეგა მუდმივი სიდიდეებია და აგრეთვე ვიცით ამ სხეულის მასა m-ი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ fx-ი რა კანონით იცვლება ამ შემთხვევაში. თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მეორე კანონს fx-ი, ტოლი იქნება mx-ის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ახლა m-ი ვიცით კი ბატონო, მოცემული გვაქვს, მაგრამ განსაზღვრული აქვს x-ის დამოკიდებულება დროზე როგორი სახე აქვს. ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ის ფაქტი, რომ აჩქარება x-ი ამ შემთხვევაში ტოლი იქნება, ტოლი არის სიჩქარის წარმოებული დროით, ესე იგი ეს ტოლი იქნება dvx dt-ი, მაგრამ მეორე მხრივ vx-ი განიმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით dx dt. აქედან ჩვენ ახლა x-ი ვიცით რის ტოლიც არის და შესაბამისად აი აქ თუ ჩავსვათ მაგ x რა გამოგვივა, ეს ტოლი იქნება წარმოებული იქნება, ესე იგი დროით ddt x-ის მაგივრად ვსვავთ მოცემულობაში გამოსახულებას, ესე იგი აქ უნდა დავწეროთ a კოსინუს ომეგა t. ახლა გამომდინარე იქიდან რომ a მუდმივი არის, მუდმივი შეგვიძლია წარმოებულის ნიშნის გარეთ გავიტანოთ, ეს ტოლი იქნება a ჯერ ddt კოსინუს ომეგა t-დან. ეს ტოლია a ჯერ. ეხლა კოსინუს ომეგა t-ს წარმოებული არის მინუს სინუს ომეგა t, ამიტომ მოდი მინუსი წინ გავითვალისწინოთ სინუს ომეგა t და ეს კიდე გამრავლებული, რადგანაც კოსინუს ომეგა t არგუმენტის მიმართ რთული ფუნქცია არის, ომეგა t შედის არგუმენტში, შესაბამისად კიდე უნდა გავამრავლოთ ეს ომეგა t-ს წარმოებულზე დროით. კიდე ეს გამრავლდება ddt ომეგა t-ი. ეს ტოლია. ეს ტოლი იქნება, ეხლა ეს ომეგაც მუდმივია, წარმოებულის ნიშნის გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ და შესაბამისად რა დაგვრჩება, ეს ჩვენ დაგვრჩება მინუს a ჯერ ომეგა გარეთ გამოვიტანეთ ომეგა სინუს ომეგა t, გამრავლებული უკვე წარმოებულზე დროით, ომეგა ხო გარეთ გავიტანეთ. ეს წარმოებული დროით, ეს წარმოებული t-ი, ანუ ერთის ტოლია შესაბამისად. სიჩქარისთვის მივიღეთ შემდეგი გამოსახულება, ესე იგი vx-ი ტოლი გამოგვივიდა მინუს a ომეგა სინუს ომეგა t. საიდანაც თუ გავითვალისწინებთ რომ აჩქარება x-ი ტოლი არის dvx dt-ი და vx-ი აგერ ნაპოვნი გვაქვს, შესაბამისად შევიტანოთ აქ vx-ი, ეს ტოლი იქნება ddt წარმოებული დროით უკვე მინუს a ომეგა სინუს ომეგა t-ი. ეს ტოლი იქნება აქაც ანალოგიურად მინუს a ომეგა მუდმივი არის, შეგვიძლია წარმოებულის ნიშნის გარეთ გავიტანოთ, ესე იგი მინუს a ომეგა გვექნება, სინუს ომეგა t-ს წარმოებული არის კოსინუს ომეგა t და კიდე განმავლდება სინუს ომეგა t-ს რთული ფუნქცია არის არგუმენტის წარმოებულს, ესე იგი იქნება ddt ომეგა t-ი აქაც. ანალოგიურად აქაც ეს ომეგა გარეთ გავა, შესაბამისად რა დაგვრჩება მინუს a, აქედან წარმოებულის ნიშნის გარეთ ომეგა რო გადავიტანეთ, კიდე ერთი აქ ომეგა გვაქვს, შესაბამისად დაგვრჩება მინუს a ომეგა კვადრატი კოსინუს ომეგა t გამრავლებული ეს წარმოებული t-ი, რომელიც ერთის ტოლია. შესაბამისად ჩვენ vx-ისთვის რა გამოგვივიდა? ჩვენ გამოგვივიდა რომ vx-ი, უბრალოდ ax-ი, ხო, ax-ი უკვე მივიღეთ, ესე იგი ax-ისთვის მივიღეთ შემდეგი გამოსახულება, რომ ეს ტოლი არის მინუს a ომეგა კვადრატ კოსინუს ომეგა t. შესაბამისად ეხლა ამ აჩქარებას თუ მასაზეც გავამრავლებთ, მივიღებთ საძიებენ ძალას, რასაც გვეკითხებიან. შესაბამისად საბოლოოდ თუ დავწერთ fx-ი ტოლი ყოფილა m ჯერ ax-ი, ესე იგი მინუს a ომეგა კვადრატ m კოსინუს ომეგა t.